ნანა ილურიძე გორში ადგილობრივი თვითმმართველობის მრჩეველია გენდერულ საკითხებში. მუნიციპალიტეტებს შორის გორი პირველი პრეცედენტია, სადაც აღნიშნული თანამდებობა დაიშვა. მანამდე ის საკრებულოს სპეციალისტად მუშაობდა, ამჟამად კი გენდერთან დაკავშირებული საკითხებიც ეხება და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ეცნობა საერთაშორისო პრაქტიკასაც. ოქტომბრისთვის ის ლონდონში დაგეგმილ ერთ-ერთ კონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას. მრჩეველი გენდერის საკითხში ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა მუნიციპალიტეტებში. ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმდენად, რამდენადაც ქალბატონები ჩართული იყვნენ აქტიურ ცხოვრებაში, ჩართული იყვნენ პოლიტიკაში და არა მარტო ქალბატონები, ალბათ დაცული იყოს ყველანაირი თანასწორობა სქესთა შორის. ამ საკითხებთან დაკავშირებით მე უკვე ერთი ტრენინგი გავიარე, ქალთა ცენტრის ინიციატივით ჩატარდა, ყაზბეგში ძალიან ნაყოფიერი იყო ეს ტრენინგი, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და იმედია, რომ ეს ტრენინგი მე წამადგება აუცილებლად ჩემს საქმიანობაში. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქალთა საინფორმაციო ცენტრის რეკომენდაციების შედეგად მიიღო. დავით რაზმაძე ამბობს, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა შორის ქალი მხოლოდ 10%-ია. მისი აზრით, მრჩეველის მუშაობის მთავარი შედეგი სამომავლოდ სწორედ ამ უთანასწორობის დაბალანსება უნდა იყოს. თვითმმართველობაში უნდა იყოს უფრო მეტად ჩართული ქალბატონები და ამის ერთ-ერთი ალბათ ხელშემწყობი იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო გორის მუნიციპალიტეტმა. და ქალბატონი ნანა აქტიური ქალბატონია, ალბათ ჩვენი მუნიციპალიტეტის ფარგლებში იმ ქალბატონების პრობლემებს, რაც აი ამ გენდერულ ურთიერთობებმა წარმოშვა, გაითვალისწინებს, დაეხმარება როგორც ინდივიდუალურად პიროვნულად, ასე საკანონმდებლო დონეზე და ალბათ შედეგი დადგება ის, რაც საჭირო არის ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩვენ ევროკავშირისგან მიმავალი ქვეყანა ვარ და აი ესეთი პრობლემები, გენდერული პრობლემები, ანუ გენდერული უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს. მე ამ ინიციატივას ქალბატონი მაია რუსეცკეს მივესალმე მაშინვე და აგერ ფაქტია, რომ დანერგეთ კიდევაც მისი შემოთავაზებული ინიციატივა ჩვენს მუნიციპალიტეტში. აღნიშნული თანამდებობის არსებობას ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მიესალმებიან და ფიქრობენ, რომ გორისგან მაგალითი სხვა მუნიციპალიტეტებმაც უნდა აიღონ. ამ ადამიანმა, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით, მუდმივად უნდა გაუწიოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ლობირება ამ საკითხებს, უნდა წამოწიოს ქალთა პრობლემები, განსაკუთრებით ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, რათა გათვალისწინებული იყოს მაქსიმალურად ქალთა საჭიროებები და ასევე უნდა ორიენტირებული იყოს მუდმივად იმისაკენ, რომ იყოს გაცილებით მეტი ქალთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების დროს. გორის შემდეგ ქალთა საინფორმაციო ცენტრის რეკომენდაციით გენდერის საკითხებში მრჩეველის დანიშვნას გეგმავენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. იდეის ინიციატორების აზრით, თუ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, ადგილობრივ თვითმმართველობებში მდგომარეობა გენდერული თანასწორობის დაცვის კუთხით საგრძნობლად გამოსწორდება.